სტატიის ძირითადი ლეიტმოტივი არის ის, რასაც აქამდე ბევრი იძახდა და მათ შორის მეც დიდი ვეზირის გასულ ეპიზოდებში, რომ ირანთან კონფლიქტი წარმოადგენს სისტემურ დაპირისპირებას, რომელიც შემდგომში განსაზღვრავდა საერთაშორისო სისტემის ახალ ტენდენციებს და გარკვეულწილად ტრანსფორმაციასაც და ამის თვალსაჩინოებისთვის რობერტ კაგანი იძახის იმას, რომ მაგალითად შეერთებულმა შტატებმა პერლ-ჰარბორში მიიღო საკმაოდ დიდი სამხედრო პრესტიჟული დარტყმა, თუმცა ამის შემოbrunება მან შეძლო და მიაღწია წარმატებას. მაგალითად, იგივეს ამბობს ვიეტნამის ომთან მიმართებაში, რომ კი ვიეტნამში პოლიტიკური მიზნები ვერ მიიღწა და სამხედრო თვალსაზრისით შეერთებული შტატები დამარცხდა ამ ომში, თუმცა ეს არ ყოფილა სისტემური დაპირისპირება და ამით შეერთებული შტატების ჰეგემონიას და გლობალურ დომინაციას საფრთხე არ შექმნია. იგივეს აღნიშნავს ერაყთან ომის მიმართებაში, ანუ ეს კონფლიქტები არ წარმოადგენდნენ სისტემურ კონფლიქტებს, რომლებიც შემდგომში განსაზღვრავდა შეერთებული შტატების რაობას საერთაშორისო სისტემაში. თუმცა ამბობს, რომ ირანთან კონფლიქტი არის ზუსტად ასეთი, სადაც შეერთებულ შტატებზე მიყენებული ზიანის გამოსწორება, შემოbrunება, საკუთარი ძალის პროექციის შესაძლებლობების აღდგენა შეერთებულ შტატებს აღარ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ ის სტატუს-კვო რაც არსებობდა ამ კონფლიქტამდე, იმის დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ მაგალითად ირანი შეიძლება ითქვას, რომ სამუდამოდ შეინარჩუნებს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს, სამუდამოდ ექნება სპარსეთის ყურის მონარქიებზე უსაფრთხოების წნეხის განხორციელების შესაძლებლობა, რომ ამით საერთაშორისო სისტემაში კიდევ უფრო დაწინაურდნენ რუსული და ჩინური ასე ვთქვათ, შესაძლებლობები, რომ მათი როლი უფრო მეტად გამოიკვეთა და პირიქით შემცირდა შეერთებული შტატების კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთში. მოკლედ, ასე ვთქვათ, ზოგადი შეფასებით კაგანი აღწერს იმას, რომ თუ ეს კონფლიქტი ასე დასრულდა, შეერთებული შტატები განიცდის სისტემურ მარცხს, რომელიც არის იშვიათი გამონაკლისი პოსტ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.